რომელიც გადაღება აკრძალულია პირველ რიგში უნდა გამა. ქართული ოცნების რაიონულ ოფისებში რეჟიმმა ადგილობრივი არჩევნებისთვის სამზადისი დაიწყო. ინფორმირებული ადამიანი ოლიგარქის პარტიიდან შაბათის ეთერს უყვება, რომ ოცნებას ყველაზე მეტად თბილისში ეშინია. Totალური დაშინების და მოსყიდვის მიუხედავად დედაქალაქში ქართულმა ოცნებამ ბოლო არჩევნებზე ხმების მხოლოდ 41% მიიღო. ხალხის დარბევის და სისხლიანობის შემდეგ მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირებულია. ამიტომ რეგიონებიდან თბილისში ერთგული მხარდამჭერების გადმოწერა და ამომრჩეველთა რიცხვის ხელოვნურად გაზრდა ოცნებისთვის ახლა გადარჩენის ერთადერთი გზაა. გლდანში რამდენი ადამიანი გადმოეწერა? ანუ აი ეს ხა შეთხსული რაღაცა რა არის შეთხსული რეგიონებიდან მოგყავთ ხალხი და თბილისში წერთ, იმიტომ რომ მოიგოთ არჩევნები. ზღაპრები. პარტიაში, რა თქმა უნდა, არ დაადასტურებენ, რომ საარჩევნო მანიპულაციების ახალი სქემა ამოქმედებულია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოცნება თბილისში მისამართებს ეცებს. თითო კოორდინატორის, მხარდამჭერის, კაპიტნის და პარტიული რაზმის წევრის მისამართებზე მოქალაქეები ისე უნდა გადაანაწილონ, რომ ეს თვალში საცემი არ იყოს. მიმდინარეობს ქართული ოცნების შტაბში ძალიან აქტიური მუშაობა ჩემი ინფორმაციით იმასთან დაკავშირებით, რომ რა სხვაობითაც წააგეს, რაოდენობის ხმებიც დააკლდათ. Ახლა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ოქტომბერში იმის დასაბალანსებლად მიმდინარეობს რეგიონებიდან გადმოწერა თბილისში ხალხის, ანუ თბილისის მოსახლეობის მექანიკური გაზრდა. რომ ადამიანი რომელიც გურჯაანში ცხოვრობს თუ არ ვიცი მე ლაგოდეხში ცხოვრობს თუ ხაშურში მიდის მაგათი მომხრეების, რა თქმა უნდა, მათი მხარდამჭერების, მათი გადმოწერა მიმდინარეობს თბილისში. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო სისტემა კარგად იცის, გვიყვება, რა სქემით აპირებს ოცნება დედაქალაქში საარჩევნო მანიპულაციებით სასურველი შედეგი მიიღოს. დაახლოებით იგივე სქემაზე გვიყვებიან კონფიდენციალურად ქართული ოცნების რიგებიდანაც. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ოფისი ერთ-ერთია, სადაც რეგიონებში რეგისტრირებული ხალხის თბილისში გადმოწერაზე მუშაობენ. შეგიძლიათ ქალბატონო მიპასუხოთ, რამდენი ადამიანი გადმოწერეთ თბილისში? ავლაბარში გიჭირთ ყველაზე ძალიან? 3 მილიონი ნახევარი ხართ? უი, თქვენის პარტია არა ხართ არჩევნები რო გააყალბეთ? ქართული ოცნების ოფისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ჩვენს გამოჩენას განგაში მოყვა. არადა სწორედ აქ ხდება ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით იმ ამომრჩეველთა სიების შედგენა, ვინც თბილისში უნდა გადმოარეგისტრირონ. მმართველი პარტიის წევრებმა ოფისი ჩაკეტეს და არავინ არის პასუხის გამცემი. ჩაკეტილი კარიდან რომ ეჭხუბებოდით, აბა ეხლა მითხარით, რამდენი ადამიანი გადმოწერეთ თბილისში? რომელ უბანში გიჭირთ ყველაზე მეტად? სად გიჭირთ ყველაზე მეტად მითხარი? ადგილობრივი თვითმმართველობისთვის უკვე ემზადებით და რეგიონებიდან ხალხის გადმოწერა დაიწყეთ? დავალება რა არის? რამდენი უნდა გადმოწეროთ? წინასწარ გაქვთ ოჯახების შერჩეული, სადაც ხალხი უნდა ჩაწეროთ? ამდენი ქართული ოცნების მომხრე იპოვეთ თბილისში? მათ სახლებში რო წერთ ადამიანებს? მისამართებზე ნადირობაა გამოცხადებული, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც ოცნებას უჭერს. ამას გვიდასტურებს ცესკოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. შეხვდებით აი ესეთ მისამართებს, აი საარჩევნო მისამართს, აი მაგალითად მისამართი ნაძალადების ხიდის მიმდებარედ. აი ესეთი მისამართები არსებობს. იმიტომ რომ ის არ არის აუცილებელი რომ მართლა სახლი იყოს და შეიძლება თქვა რომ ხიდის ქვეშ ცხოვრობ. ამიტომ პარტიაში გამოსავალი იპოვეს. ხელოვნური ჩარევით მხარდამჭერებს გაზრდიან. რამდენიმე რეგიონიდან თბილისში ახალი ამომრჩევლები გადმოწერეს, რომ სასურველი შედეგი დასვან. ჩემ მეგობარს აქვს ძველ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე აქვს ბინა, რომელსაც Airbnb-ზე აქირავებს. და ურეკავს მისი მეზობელი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ცნობილი ქართული ოცნების და ეუბნება პარტიული მუშაკი. და ეუბნება რომ 4 ადამიანი მიდო შენთან ჩავწერო. ხა ეს ოპოზიციონერი უთხრა რას ნიშნავს შენთან უნდა ჩაწერო და კაიო თუ არ ჩამაწერინებო მაშინო ჯემ ძველი მესაკუთრებინი იყო ეგო ჯერ კიდე მანდ მოწერილია და ეგო ნაციონალია და ეგ მაინც ამოწერა. ანუ ასეთ დონეზე მუშაობენ.
ქართული ოცნება ამ არჩევნებზე ისევ კაპიტნების სისტემის ამუშავებას აპირებს. ახლა ამორჩეველთა მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს. ვის უჭირს, ვის აქვს პრობლემები კანონთან, რომელ ოჯახში ყავთ პატიმარი, აღწერის შემდეგ კი უკვე კარგად ნაცადი მეთოდი ამუშავდება, დაშინება და მოსყიდვა. ოცნება ჩვეულ სტილში აგრძელებს მუშაობას, ის მისი სტილი არის, რომ მიცოდეს თითეული ადამიანი, სად ცხოვრობს, რა საქმიანობს, არის თუ არა დამოკიდებული საბიუჯეტო დაფინანსებაზე, როგორ შეიძლება და რა გზით შეიძლება კონკრეტული ერთი ადამიანის კონტროლი. ანა კობახიძე გვიყვება, რომ საბავშვო ბაღების და სკოლის მასწავლებლების რეკრუტირება უკვე დაიწყო. მათ სპეციალურ გადამზადებაზე ატარებენ, როგორ უნდა გადაიბირონ ამორჩეველი. ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში რომ მიხვიდეთ ამ მომენტში, იმ მომენტშიც კი როცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, ეს ეხება როგორც სააღმზრდელო დაწესებულებებს, ანუ საბავშვო ბაღებს, ისე სკოლას, აღმოაჩენთ, რომ იქ დასაქმებული ადამიანები, მათ შორის მასწავლებლები, დაყავთ უკვე სამეცადინოთ. ეხლა ორი ტიპის გადამზადება არის. ერთი გამოადგა თუ არა ეს ადამიანი წინა არჩევნებზე, ანუ შეასრულა ის რაც დაავალეს და მეორე უკვე რომ ასწავლონ რა манипуляციებია საჭირო იმისთვის რომ ეს ეგრეთ წოდებული დამაჯერებელი გამარჯვება მიიღონ ხოლმე. არჩევნების გაყალბების კარგად გამოცდილი სისტემა. ამ არჩევნებზეც როგორც ჩანს, ისევ იმუშავებს. ახლა მთავარი კითხვა, რა ბედი ეწევა კამერებს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა. 2024 წლის არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს მტკიცებულება, რომ მაღალი ალბათობით საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ქართული ოცნების კამერების სიგნალს პირდაპირ ეთერში ოცნების შტაბებში გადასცემდა. შაბათის ეთერმა მოიპოვა დოკუმენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული ოცნების კამერებს ინტერნეტთან წვდომის საშუალება ჰქონდა. ანუ მას შეაძლო ლაივ რეჟიმში საარჩევნო ურნის წინ დამონტაჟებული კამერის გამოსახულება მიეწოდებინა ნებისმიერი ცენტრისთვის, მათ შორის ქართული ოცნების ოფისისთვის. აი ფაქტები. 2021 წლის 21 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ათხოვა 3685 კამერა, რომ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ცესკოს ხმის თulis პროცესი გადაეხო. ეს იგივე კამერებია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უბნებზე დააყენეს. თხოვების ხელშეკრულებას თან ახლავს კამერის მახასიათებლები. აქ წერია, რომ კამერა Wi-Fi-ზე მუშაობს, ანუ შეუძლია დაუკავშირდეს ინტერნეტს და სიგნალი გადასცეს იქ, სადაც საჭიროა. კამერას აქვს GPS-ი, ანუ დგინდება, რომელ ლოკაციაზეა დამონტაჟებული. ვიდეო კამერას გააჩნია 4K გადაღების ფუნქციაც, რაც მაღალი გარჩევადობის ვიდეო გამოსახულებას იძლევა. და მთავარი, მას შეუძლია 64-ჯერ მიაახლოვოს ვიდეო, ანუ ძალიან ახლო ხედით დააკვირდეს ბიულეტენს. კამერის ოპერატორი იყო თქვენი მეუღლე? არჩევნების ვინ გითხრათ? შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ ქართულ ოცნებას ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟებულ კამერაზე პასუხისმგებელი პირი ყავდა მიმაგრებული. მისი მოვალეობა იყო ეკონტროლებინა კამერის მუშაობა, გადაღების არეალი და სიგნალის გადაცემა. თქვენი კამერა გამართულად მუშაობდა, რამე ტექნიკური პრობლემა ხომ არ ქონდა? არა. ეს ირაკლი აბრამიშვილია. პარტია ქართული ოცნებიდან მოპოვებული ინფორმაციით ის არჩევნების დღეს გლდანი ნაძალადევის რაიონში მუხიანის საარჩევნო უბანზე კამერას აკონტროლებდა. ჩვენ ირაკლის პარტია ქართული ოცნების შიდა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლად გავეცანით. მან ყველაფერი დაადასტურა. კამერა დამხტა იქ უბრალოდ ჩაურთე და მიდიოდა ჩაწერის პროცესი. მარტო ჩართვაზე იყავი? ჩართვაზე ვიყავი და უბანზე ვიყავი, უყურებდი იქ და კამერას ამოწმებდი ყოველი მასზე, რომ ანუ შეჭრილებული არ ყოფილიყო რაღაც. და უყურებდა ნამდვილად იმ აპარატს, სადაც ფურცელი შედიოდა, ხო? რა თქმა უნდა, კი ბატონო, უყურებდა ინსტამები აპარატს, უყურებდა აი ჩამწკრივებულები რაღაც იდნენ რა. ისე იყო დაკენებული. აკონტროლებდი მაგას კარგად, რომ სულ კადრში იყო? კი ბატონო.
ქართული ოცნების დაქირავებული მეთვალყურის ამ აღიარებით დასტურდება, რომ ივანიშვილის პარტიას ბრძანება ჰქონდა გაცემული. ვიდეო კამერას უნდა ეკონტროლებინა საარჩევნო ურნა და იქ ბიულეტენის შეცურების მომენტი. დადასტურებულია, რომ ბიულეტენზე ამომრჩევლის ნების ფარულობა დაცული არ იყო. ანუ მეორე მხრიდან მარტივი გასარჩევი იყო, ვის მიეცით ხმა. ეს გარემოებები ადასტურებს, რომ ვიღაც რეალურ დროში აკონტროლებდა და აღრიცხავდა ხალხის არჩევანს. რას ნიშნავს პულტი ნომერი 2? რა პულტი ნომერი 2? თქვენ ხო ხართ ამ ჩატში? ხო, გლდანი პულტი ნომერი 2, რას ნიშნავს? გლდანი პულტი 2, აი. ვაიმე, არაფერი არ ვიცი, ეხლა ვერაფერს ვერ გეტყვით. თქვენ ხართ ეს ადამიანი? მე ვარ, მაგრამ სამუშაო პროცესში იჭრებით. მე დამიწყო სამსახური და რა შუაშია ეს? კამერებს აკონტროლებდით თქვენ, ხო? კამერებს არა, კამერას კამერას. ეს მაია გოგია, ის ქართული ოცნების მიერ კამერების მაკონტროლებლად გამწესებული კიდევ ერთი პირია. ჩვენ მოვიპოვეთ მართველი პარტიის შიდა მიმოწერა, ჩატის სახელად პულტი ნომერი 2, რომლითაც დგინდება, რომ კამერის კონტროლი გლდანის საარჩევნო უბანზე მაია გოგიას ჰქონდა ჩაბარებული. თქვენ რა ჩართული დამხვდა, არაფერი არ გათიშულიყო. და სადიდექით, რამდენ მეტრში იყავით? კამერასთან იქვე. კამერის უკან. დიახ, რა თქმა უნდა. კამერები Wi-Fi-ზე იყო დაკავშირებული? ეგენი მე არაფერი არ ვიცი და ვერაფერს როგორ არ ვიცით, ქალბატონი მაია, არჩევნების დროს ყველაზე საპასუხისმგებლო რამ ჩაგაბარეს კამერების კონტროლი. მე ჩამაბარეს, რომ არ გათიშულიყო კამერა, სხვა მე არაფერი არ. ჩაგაბარეთ ქალბატონო მაია. რას ქვია? ვინ არის ადამიანი? გიორგი კვაშილოვა? არ ვიცნობ. ხალხო, ეკრანი ქრება კამერის, მაგრამ ჩართული კამერები კედლებს არ უნდა უყურებდეს. რას ნიშნავს კამერა კედლებს არ უნდა უყურებდეს? მე მაგ ადამიანს მე სხვის დაწერას მე ვერაფერს არ ვკითხულობდი და არც მაინტერესებს. 77 უბანზე კამერა გამორთულია. თქვენი წერებით ამ ჯგუფში ისევ. მე აბა სად ვიწერები, კაცო? აი, მაია გოგია, იქნებ ვინმე. 77 უბანზე კამერა გამორთულია. ვიწერებით. ანუ 9 საათსა და 14 წუთზე. დილით გათიშული იყო კამერები. და რაზე მოხვედით ახლა? ქართული ოცნების ოპერატორი ფრთხილობს, როგორც კი შეკითხვას უსო. ვინ უყურებდა პირდაპირ ტრანსლაციას საარჩევნო უბნიდან, მაშინვე უფლებების დარღვევაზე იწყებს ლაპარაკს. მითხარით, Wi-Fi-სთან იყო კამერა? არ ვიცი, ტყუილა მოხვედით ახლა. არაფერი არ ვიცი. არ ვიცი. კონცენტრში მიდიოდა ლაივ რეჟიმში. არ ვიცი. როგორ არიცით? არ ვიცი. ახლა ჩემ უფლებებს არ ღვევ. ამ მტკიცებულებებს ჩვენ უკვე რამდენიმე თვე ავაგროვებთ. ამიტომ ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს CSKO-ს თავმჯდომარის მოადგილეს ვკითხეთ, ქონდა თუ არა ქართული ოცნების დამონტაჟებულ კამერებს პირდაპირ ეთერში სიგნალის გადაცემის ფუნქცია. ეს ფოტო-ვიდეო გადაღება არის აბსოლუტურად კანონიერი. Wi-Fi-ზე იყო ეს კამერები მიერთებული. ამას თქვენ ამბობთ, მე არ ვიცი. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი. მე არ ვიცი. მე შემიძლია და ამ შემთხვევაში არა. თქვენთან ჩვენ დოკუმენტებს მე ვერ ვენდობი, იმიტომ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ თუ რაიმე დოკუმენტი გაქვთ, ძალიან გთხოვთ, მიაწოდოთ პროკურატურას. შეუძლებელია CSKO-ს არ ცოდნოდა რა ტექნიკური მახასიათებლები გააჩნდა ქართული ოცნების დამონტაჟებულ კამერებს. რადგან იგივე კამერები ოცნებამ CSKO-ს 2021 წელს ათხოვა და მას საარჩევნო ადმინისტრაცია განკარგავდა. აი კიდევ ერთი დოკუმენტი. 2021 წელს გიორგი კალანდარიშვილმა თავად სთხოვა კობახიძეს კამერები და იქვე მიუთითა, რომ სჭირდებოდა აპარატურის ტექნიკური მახასიათებლები. კობახიძემ ამ წერილზე საპასუხოდ კალანდარიშვილს გაუგზავნა კამერების დეტალური მახასიათებლები, სადაც წერია, რომ მას შეუძლია ინტერნეტთან დაკავშირება. მაქსიმალური გარჩევადობა ამ კამერას აქვს 4 მეგაპიქსელი, ეს 2560 1440 პიქსელზე არის. და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც ერკვევა ამ საქმეში, მიხვდება, რომ ამას ქვია Super HD, ანუ მაღალი გარჩევადობის კამერები არის. როგორც წესი, უსაფრთხოების კომპანიები და ეს კომპანიები, რომელიც ამ კამერებს ყიდიან, არეკლამებენ როგორც კამერებს, რომლებიც დაყენებაც შეიძლება სავაჭრო ცენტრებში, დიდ სივრცეებში და რა თქმა უნდა, ვთქვათ, პარკინგის ადგილებში და ასე შემდეგ, იმის გამო, რომ ამ კამერებს აქვს საშუალება, რომ გაარჩიო ადამიანის სახე ძალიან მკვეთრად, რომელიც შორს მდებარეობს. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ საარჩევნო უბანზე ქართულ ოცნებას ჰქონდა Wi-Fi მოწყობილობა. ეს მცირე ზომის მოდემია, რომლის ჯიბეში ჩადებაც კი შესაძლებელია. სავარაუდოდ, სწორედ ის უზრუნველყოფდა კამერის ინტერნეტთან კავშირს. ეს ნიშნავს, რომ შეუძლია ჩვეულებრივი Wi-Fi-ს დაიჭიროს, hotspot-ი რასაც ქვია, ტელეფონი რასაც აშიარებთ და ნებისმიერი ტიპის ინტერნეტი.
შაბათის ეთერმა მოიპოვა ერთ-ერთი კამერის ჩანაწერი. ის ადასტურებს, რომ ოცნების ინტერესის საგანი მხოლოდ ურნაში ბიულეტენის შეცურების მომენტის დაფიქსირება იყო. შაბათის ეთერმა გაარკვია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ქართულ ოცნებას საარჩევნო უბნებზე კამერების საკონტროლებლად ყავდა მიმაგრებული. არც ერთს არ სურს საუბარი კამერების მიერ ინტერნეტით სიგნალის გადაცემის შესახებ. ყველაფერი კარგად იცით, რომ ყველაფერი ლამაზად და ყოხდა ჩატარდა, უბრალოდ თქვენ გიდათ დეზინფორმაცია მიაწოდოთ მოსახლეობას. არჩევნები ჩატარდა ლამაზად და ყოხდათ, ხო? კი, მოატყუოთ მოსახლეობა და მაგ ტყუილში აცხოვრმა, გაყალბების გარეშე ქართულ ხალხს ვერ მოატყუოთ. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ოპერატორად მუშაობდა ბატონო. შენ მოგივდი. კარგად იყავი შემოგივდი. ოპერატორი იყო. თქვენ ტელევიზიას არაფერს არ გავაგებინებ. საქართველოში არჩევნების დღეს 3111 უბანი იყო გახსნილი. ვიდეოკამერა სახელწოდებით ამბარელა H22 კი მართლმა პარტიამ დააყენა. კამერების მუშაობაზე პასუხისმგებელი ადამიანები გვიდასტურებენ, რომ კენჭისყრის შემდეგ ყველა კამერა პარტიამ წაიღო და მათ არ იცოდნენ რა რეჟიმით და სად გადაიცემოდა სიგნალი. საწავიდა ეს ჩიპები? არ ვიცი, რა ვიცი. ვინ წაიღო გახსოვს? საუმა. ბატონო? შტაბიდან დაიღეს. სახელი შეგიძლია მითხრა შენი კამერა ვინ წაიღო? შენი ჩიპი ვინ წაიღო? არ ვიცი. ირაკლი კობახიძე ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ ამ არჩევნებსაც მოიგებენ, მაგრამ თავად არჩევნების ბედი ბუნდოვანია. ოპოზიციას ჯერ არ უთქვამს მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. თუ ერთპარტიული არჩევნები ჩატარდა და საარჩევნო ბიულეტენში ოცნება და მისი სატელიტი პარტიები იქნებიან, რა თქმა უნდა, მოგების დაწერა უფრო მარტივი იქნება რეჟიმისთვის.